მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა გაგაცნოთ აპლიკაცია Animating Drawings. ეს არის Meta AI-ის მიერ შექმნილი უფასო ვებ აპლიკაცია, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებს აძლევს საშუალებას მათ მიერ დახატული საყვარელი პერსონაჟები ან გმირები დახატონ და გააცოცხლონ ანიმაციის საშუალებით. აპლიკაცია Animating Drawings იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა ფანქრით, კალმით ან თუნდაც გრაფიკულ რედაქტორ Paint-ში შესრულებული ნახატები გადააქციოს მოძრავ ანიმაციებად. იმისათვის, რომ ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს ეს აპლიკაცია, მე ახლა დავხატავ ბავშვებისთვის ძალიან საყვარელ პერსონაჟს პატრიკს და მერე ავტვირთავ ამ აპლიკაციაში. დავხატე პატრიკი, გადავუღე ფოტო ჩემს ნახატს და ავტვირთე ჩემ მოწყობილობაში. ეხლა კი შევუდგეთ მუშაობას. აი ამ აპლიკაციის გახსნის შემდეგ უნდა დავაჭიროთ Try it now ღილაკს, უნდა დავეთანხმოთ ამ პირობებს და შემდეგ მივყვეთ ინსტრუქციას. ინსტრუქცია არის ძალიან მარტივი, გვეუბნება რომ ატვირთეთო ფოტო, ამას ავტვირთავ. აიტვირთა ფოტო, ამის შემდეგ ვაჭერთ Next. შემდეგ აი აქ გამოჩნდება ასეთი ჩარჩო ოთხკუთხედი, რომელსაც აქვს თავისი დასაფიქსირებელი წერტილები, ანუ კონტურები და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აი ეს ნახატი მთლიანად მოექცეს ამ შიგნით, ჩარჩოს შიგნით. თუ აი ასე მოექცა, ჩვენ აუცილებლად უნდა მთლიანად გავზარდოთ აი ეს ჩარჩო, რომ ჩვენი ნახატი სრულად იყოს აი ამ ჩარჩოს შიგნით. ამის შემდეგ ისევ დავაწვეთ Next. შემდეგი ეტაპი ჩვენ გვაძლევს საშუალებას თუ ზედმეტი რაღაც ნაწილები მოყვება ჩვენს ნახატს წავშალოთ და მისი წაშლა ხდება აი ამ ღილაკების გამოყენებით. ეს არის თვითონ საშლელის ზომებს ვაფიქსირებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში მე არაფერი მაქვს წასაშლელი, ამიტომ ვაგრძელებ ისევ Next ვაჭერ. შემდეგ ვაფიქსირებთ აი ამ კონტურებს. თუ რამე არასწორად არის, მაგალითად ხელის წერტილები, პატრიკის ხელის წერტილები, შეგვიძლია დავაფიქსიროთ აი ასე ეს ფეხი. ამის შემდეგ ისევ ვაწვევით Next. ჩვენი ანიმაცია უკვე მოძრაობს, როგორც ხედავთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია თვითონ ხასიათი ანიმაციის ვცვალოთ აი აქედან. ახლა ავირჩიოთ სხვა ხასიათის ანიმაცია, მაგალითად ხტომა. და აი როგორც ხედავთ, ჩვენი პატრიკი აი ასე ხტუნავს. ავირჩიოთ მაგალითად სეირნობა. და ჩვენი პატრიკი ძალიან სასაცილოდ მოსეირნობს. ჩვენ ასევე შეგვიძლია დავხატოთ გრაფიკულ რედაქტორ Paint-ში და ისიც გავაცოცხლოთ. მე ახლა დავხატავ Paint-ში უკვე პატრიკის მეგობარ SpongeBob-ს და იმასაც გავაცოცხლებ. დავხატე ახალი პერსონაჟი SpongeBob-ი, შევინახე როგორც ფოტო ჩემ მოწყობილობაში და ახლა ავტვირთავ ამ აპლიკაციაში. დავაწვეთ ისევ upload ფოტოს. ეს არის უკვე შესრულებული ნახატი, ავტვირთავ ახლა ამას. ამის შემდეგ ისევ ვაჭერთ შემდეგს. ვხედავთ რომ აი ამ ჩარჩოს შიგნით არის ჩემი ნახატი, ყველაფერი წესრიგშია და ამიტომ ვაწვევით ისევ შემდეგს.
და ჩვენი SpongeBob-ი უკვე როგორც ხედავთ, აი ასე დარბის. ავირჩიოთ სხვა ხასიათი, მაგალითად ცეკვის, რომ ვაცეკვოთ ჩვენი SpongeBob-ი. თან შეგვიძლია დიდ ეკრანზეც ვნახოთ. აი როგორც ხედავთ, ჩვენი SpongeBob-ი ცეკვავს. როგორც კი დავასრულებთ ანიმაციაზე მუშაობას, ჩვენ შეგვიძლია ის შევინახოთ როგორც ვიდეო ფაილი ჩვენს მოწყობილობაში. ამისათვის დავაჭიროთ Share Relax. შემდეგ დავაწვეთ აი ამ Copy Relax. უკვე დაკოპირდა ეს ანიმაცია, ჩამოვკეცოთ ეს და სადაც გვინდა იქ შეგვიძლია ჩავსვათ. ამ შემთხვევაში მე დესკტოპზე დავსვამ ანიმაციას და შეინახა როგორც ვიდეო ფაილი. მოდი გავხსნათ ახლა ეს ვიდეო ფაილი, დავინახოთ როგორ გამოიყურება. აი როგორც ხედავთ, ჩვენი SpongeBob-ი, ასეთი მოცეკვავი SpongeBob-ი შევინახეთ და ჩვენ შეგვიძლია უკვე შესრულებული აი ამ ვიდეო ფაილის გამოყენება პრეზენტაციებში, სხვადასხვა პროექტებში, ასევე მოსწავლეებს შეუძლიათ გაუგზავნონ თავიანთ მეგობრებს და ასე შემდეგ. ამ ინსტრუმენტის გამოყენება გაკვეთილის პროცესში საგაკვეთილო პროცესს გახდის უფრო ხალისიანს და ინტერაქტიულს და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი და ტექნოლოგიური უნარების განვითარებას. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის.